მაინც მაგრამ საკითხი ლაპარაკობ და ფულარას არც ურეკავ? არის დემიროვის ხათრით? მე არის all time ნომერ პირველი მეკარე. так. მე უნდა ველაპარაკო? რატო? აი, ეხა იქ მაინც აი შენ თავზე. ფულარ გამარჯობა, ფულარ. ხო გაბრო. ნახე, მანუელ ნოიერ მეკარეებზე ვლაპარაკობთ ისე. ნოიერ კი, ისე ლაივში ვართ. ესე იგი, ნოიერს და ბუფონს რო გაუცვალოთ ადგილები, ერთი გაუშვათ ბაიერნში, მეორე გაუშვათ იუპი. რომელი იქნებოდა შენ ეს უკეთესი? ნუ რა თქმა უნდა პიკეს გულისხმობთ ანუ ხო? პიკი ხო, პიკი, უეჭველთ პიკი. ნუ უფრო კაი ეხლა, ნუ მატყუებ, რატო ფიქრობ მაგაზე? პასუხი ხო ვიცით ორივე, რატო რა? მოიცა. ეგრე არ არის. ანუ უფრო ტიტულოვანი იქნებოდა დიდი ალბათობით ბუფონი ამ შემთხვევაში, მაგრამ მოსახედიდან, მაგრამ რა სტილის ნოიერს აქვს და რა გავლენას აქვს ზოგადად მეკარეების არის და ტემპორტიზაზე მაინც მანუელი იქნებოდა პირველი. რა თქმა უნდა, ესეთი გზით ბიჭო, ხო ვარ, ტიტულები ახლა შემთხვევის უფრო რატო იქნებოდა უფრო ტიტულოვანი? ნოიერთან უფრო მეცერია ეს, კი არა, ბუფონთან ერთად უფრო მეცერია ეს. ეს ლაპარაკობთ ანუ რო იუის ფინალებს აგებდა შემდეგ ამ გადმოსახედიდან მივხვდი. ანუ ბუფონი რას იზამდა ბაიერნში? ბუფონი ხო მოიგებდა ლიგას. ნოიერი რამე ისეთ შემატებდა იუვენტუსს რაც არ ქონდა. მაგას გეუბნები. ხო, კაი, მაგრამ თვალბაში ბარსეჯერმენთან რაც ქონდა ნოიერს ფინალს პერფორმანს 20-ში. დიახ. დაახლოებით გავსი, რატო ეკნებოდა ბუფონს სიტუაცია? ნუ ეხლა მაშინ ვერაფერს ვერ ვცვლით, ანუ არაფერი არ იცვლება. იგივე ტიპებად რჩებიან, ორივე ერთნაირი პერფორმანსები იქნებოდა, მაგრამ მე მგონია რომ ნოიერი ჯამოიჯი ბუფონზე უკეთესი მეკარეა. შეიძლება ვცდები, მე მხოლოდ ჩემ აზრს და ჩემ გემოვნებას მივყვეთ. მაგაში არ ცდები, არა, მაგრამ მაგაში არ ცდები. კაი, ოქრო ხარ, მადლობა ძალიან დიდი, ეგრე დავრანქავთ მაშინ. სამეკარეო საკითხზე რუბრიკასაც ჩავამატებ და დაგერეკავთ ხოლმე. კარგი. აბა ხე, კარგად, ფულო.